სალომე ზურაბიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. განცხადება ამის შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ზურაბიშვილმა. ახლა ის ჩვენი სტუმარი იქნება. პირდაპირ ეთერში ჩაგვერთობა. ქალბატონ სალომე, მოგესალმებით. როგორ და რა ფორმით აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, რომ გითხრათ? როგორც ამ წუთებში გავაცხადე, მე ვაპირებ მივიღო მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მთაწმინდის სოლქის კანდიდატად. ხვალდილით შევიტანთ მთაწმინდის სოლქის საარჩევნო კომისიაში ჩვენ განცხადებას და ამ მომენტიდან უკვე ვიქნები ოფიციალური კანდიდატი. კიდევ ერთხელ დამოუკიდებელი თავისუფალი კანდიდატი. ქალბატონ სალომე, თქვენ ბოლოს როდესაც იყავით მოამბის სტუმარი, მაშინ ძანეთ რომ აპირებდით რომ კონსულტაციები ჩაგეტარებინათ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, დასახელდა ქართული ოცნება. თუ შედგა ეს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და რა თემაზე ისაუბრეთ, თუ ქონდათ შემოთავაზებები, რომ გაახდარიყავით მათი გუნდის წევრი? მე ერთ რამეს გეტყვით, რომ რადგანს მე და ეს საკმაოდ ადრე მივხვდი და შევაფასე, რომ საქართველოს გზის პარტიის საშუალებით ვერ მივიღებდით მონაწილეობას ამ არჩევნებში არარსებული რესურსების გამო. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე დამოუკიდებლად ვიყრიდი კენჭს და ამდენად კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან აღარ იყო მიზანშეწონილი, რადგან დამოუკიდებელი კანდიდატი არის დამოუკიდებელი კანდიდატი. მაგრამ ისიც ვთქვი და ამას ვიმეორებ, რომ მე მქონდა არაერთხელ შეხვედრა პრემიერთან, სადაც სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ და იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც იქნება. მაგრამ მე არ მგონია, რომ აქ დღეს იყოს ამისი საჭიროება, რომ მე ის დახურული საუბრები დღეს გავასაჭარო. გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა მე მაინც გკითხავთ, რატომ არ შედგა შეთანხმება თქვენსა და მართლ კოალიციას მართლ გუნდს შორის? ვერ ვიტყვი, რომ არ შედგა შეთანხმება, არანაირი უთანხმოება არ არის. გადაწყვეტილება გითხარით, რატომ მივიღე? იმიტომ რომ ვერ შევძლებდი ამჯერად ყოველ შემთხვევაში წარმატებულად საქართველოს გზის ჩართვა ამ არჩევნებში და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, არა იმიტომ რომ ვერ შევძელი ვინმესთან შეთანხმება, არამედ იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ დღეს ამისი დრო მოვიდა. მე მგონი, რომ პარლამენტში შემიძლია ისეთი წვლილი შევიტანო, რომელიც საჭირო არის დღევანდელ და ხვალინდელი დღის საქართველოს პარლამენტისთვის და ამან გადამაწყვეტინა მე ეს საკითხი. ქალბატონ სალომე, და რას შესთავაზებთ მოსახლეობას, როგორ იქნება თქვენი ხედები და თქვენი წინასწარი დაპირებები? წინასწარი დაპირებები არ გამაჩნია. მე მგონი, რომ ამისი დროც გავიდა, ამოილია და ამომრჩეველიც უკვე გაიზარდა და აღარ ჯერა ის მარტივი დაპირებების, რომელიც ძველ საარჩევნო პერიოდს ეკუთვნის უკვე. რას ელოდება ამომრჩეველი შემდგომი პარლამენტისგან? საქმის გაკეთებას, პროფესიონალიზმს, იმ ღირებულებების დაცვას, რომელიც არის ქართული და ევროპული ღირებულებები, ის რაზედაც მე ვდგევარ პირველივე დღიდან, როცა შემოვედი ქართულ პოლიტიკაში, ელოდება სინდისიერ, წესიერ მუშაობას ქვეყნისთვის და მე მგონი, რომ ამ გზით და ამ კუთხით მე მართლაც შემიძლია ჩემი საქმე და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს პარლამენტში. ასევე და ესეც გავაცხადე, მე ვთვლი, რომ უნდა ვიყო, ეს არის ჩემი მოვალეობა, უნდა ვიყო წარმომადგენელი არა მხოლოდ ერთი ოლქის, არამედ ყველა იმ ადამიანების, რომლებთან ჩემი სჯერათ და პირველ რიგში უცხოეთში მყოფი ქართველების, რომელსაც ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ ის საკითხი, რომელზედაც დავიწყეთ ერთად მუშაობა 2 წლის წინ, ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ და პარლამენტში ყოფნა ამის რაღაც გარანტიას გვაძლევს. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილი იყო მოამბის სტუმარი, დაგემშვიდობებით ქალბატონ სალომე.